ყოველ დღე შეგიძლია მიგება. თუ საჭმელიდან არ იგებს თქვენ, მაშინ შეგიძლია 1000 მილიგრამ ყოველ დღე დალევა საჭმელის მერე, ან ყველაზე კარგი იქნება თუ უძმოზე დალევს. და ეს ბიჭები, ვაი მე რა სამბა, ვაი ბიჭმა უნდა მოჭიო. ეს ისე კი უხდება ბიჭები, ანუ ვითომ მაგარი კაცი. Smoking kills. მეგობრებო, smoking kills. ირექციული დისფუნქცია მეგობრებო. 30 წლის მერე ბევრი ადამიანი, ბიჭები, კაცები, ჯოგი 40 წლის მერე, 50 წლის მერე 90% კაცები გრძნობს, რომ ირექციის პრობლემა მაქვს. მაგის გამო პირდაპირ ექიმთან არ მიდიან და სულ სტრესში მიდიან. მე სტრესი აქვს, რომ მე ხოდ არ დაობერდი. მე ჯოგი ფიქრობს, უკვე 50 წლის ვარ და ეს ნორმალურია. კაცი არადროს არ დაბერდება მეგობრებო. თუ სიმპტომი არის, იმ სიმპტომის კურნალობა შეიძლება პატარა შეცვლაში, ცხოვრების წესების პატარა შეცვლაში. თუ უყურებს ვიღაცა ადამიანი, ანუ ხალი ამ ვიდეოს, აუცილებლად გაუძავნე თქვენი, ანუ ქმარს ან მეგობარს შეიძლება ეს პრობლემა გქონდე. ირექციის დისფუნქცია. პრობლემა როცა მოდის, პირდაპირ ადამიანი ლურჯი ტაბლეტებში მიდის, მაგრამ ეს ლურჯი ტაბლეტები არ არის გამოსავალი. ეს არის ერთჯერადი, როცა დალევს, ერთი დღე, ორი დღე სიმპტომი არ იქნება, ანუ კარგად გააქვს ირექცია, მაგრამ ისევ ესე მაგის მიჩევას ძალიან ცუდია. მერე ჯოგი ადამიანს გულის დავადებაც კი მოდის იმ ბევრი ლურჯი ტაბლეტების დალევის გამო. იმიტომ ეს ტაბლეტი არ არის გამოსავალი. ქვევით მიდის ტესტოსტერონი, იმიტომ ირექციას ქვევით მიდი. ტესტოსტერონი და ირექცია პირდაპირ კავშირში არ არის მეგობრებო. ზოგი ადამიანი ტესტოსტერონიც ნემსიც იგებს, წამალს სვამს, მაგრამ ირექცია ისევ ესეა. იმიტომ ტესტოსტერონი და ირექცია პირდაპირ კავშირში არ არის. კავშირშია მეგობრებო ნიტრიკ ოქსაიდი. როცა 40 წლის მერე კაცებში ნიტრიკ ოქსაიდის პროცენტულობა დაახლოებით 9 შემჩირდება, ანუ 50%-ით შემჩირდება ნიტრიკ ოქსაიდი. ნიტრიკ ოქსაიდი რა არის? ნიტრიკ ოქსაიდი არის მეგობრებო ნივთიერება ენდოთელიალ უჯრედები. ჩვენი ჯარგვებში არის ეს უჯრედები, რომელიც აკეთებს ნიტრიკ ოქსაიდი, რომ ჯანგბადი იყო საკმარისი და თითო ვენებში, ანუ ყველგან ჩვენი ვენებში წავიდეს სიცხლის მოძრაობა კარგად. სიცხლის მოძრაობა როდის იქნება კარგად, როცა ნიტრიკ ოქსაიდი თავის დონეზე იქნება. მაგალი ნიტრიკ ოქსაიდი უდრი კარგი ირექცია მეგობრებო. როცა ნიტრიკ ოქსაიდი სიცხლში არის დაბალი, მაშინ კორტიზოლ ჰორმონიც მაგლა მიდის და ადამიანის სტრესია და იწყებს მერე სტრესის წამლის დალევა. თურმე ნიტრიკ ოქსაიდი უნდა მიხედო. ბუნებრივი საჭმელებში შედის ნიტრიკ ოქსაიდი. გეტყვი, რომელი საჭმელი უნდა ჭამო, რომ ეს ნიტრიკ ოქსაიდი წავიდე მაგლა, რომ სტრესის დაბლა მოვიდე და ირექციას უნდა გააკეთო თუ გაჩუქებს ირექციის პრობლემა. მაგრამ ჯერ გეტყვი, ეს ირექციის პრობლემის თავში რა არის, ანუ რატო მოვიდა ეს? პირველი არის შაქარი, ანუ მაგალი შაქრიანი პროდუქტები. Cold drinks, სითხები, ლიმონადები, ჰამბურგერები, ჩიფსები, ეგეთი კვებაზე ხარ და სიცხლში ტრიალებს ზედმეტი შაქარი და ზედმეტი შაქარი როცა ტრიალებს ნიტრიკ ოქსაიდი მიდის ძალიან ქვევით და ირექცია აღარ იქნება კარგად. ორი არის ალკოჰოლი. როცა ადამიანი სვამს ალკოჰოლი, სიცხლის მოძრაობა კარგად მიდის. ჯოგს უყვარს კიდეც, რომ როცა სვამს, კარგად ვარ და უფრო ურთიერთობაში კარგად გრძნობ. მაგრამ მეორე დღე პახმელია და ეს ნიტრიკ ოქსაიდი მიდის ქვევით და თქვენი ძარღვევი, სისხლძარღვევი არის შევიჭროებული და იმიტომ თავით კივა და არაფერი არ მოგწონს. და ეს ბიჭები, ვაი მე რა სამბა, ვაი ბიჭმა უნდა მოჭიო. ეს ისე კი უხდება ბიჭები, ანუ ვითომ მაგარი კაცი.
Smoking kills. მეგობრებო, smoking kills ირაქცია. ანუ ირაქცია არადროს კარგი არ იქნება, რომელიც ბიჭები ისინი სვამენ. ეხლა ჯოგი შეიძლება ეხლა ვიდეოს უყურებ და ფიქრობ, აუ რა სამბოს ეხლა ვეწევი 18 წლის რო ვიკავი, მაგრამ დავიწყე და თელი ცხოვრება და არაფერი პრობლემა არ მაქვს. ყველა მიცი ვინ ეუბნება მაგ რა უნდა გააკეთო ბუნებრივი გზა გეტყვი რომ ირაქცია კარგად გქონდეს. საჭმელი პირველი არის ფისტაჭიო. ფისტა მეგობრებო. აქ არის ბუნებრივი L-არჯინინი პლუს სელენიუმი, რომელიც ბუნებრივად მოგიმატებს ტესტოსტერონის და ირაქცია. რადგან შედის L-არჯინინი. ეს არის პირველი საჭმელი, ფისტაჭიო. ცოტა ძვირია. ეხლა იაფიანიც გეტყვი მეგობრებო. ჭარხალი. ადრეს მაგ ვიდეო გადაგებული, ჭარხალი უმატებს სიცხილში ნიტრიკ ოქსაიდი. ჭარხალს ეჯახიან ბუნებრივი ვიაგრაც. ჭარხალი იაფია, ცოტა გაკეთება რთულია. გააკეთე წვენი, ან გაამშრალეთ, ანუ დაჭერი, გაამშრალე მზეზე და ფხვნილი გააკეთა და ეს ფხვნილი შეინახე რომ ყოველდღე დალიო. ფისტა კვებაში მოიტანე თქვენი ფისტაჭიო, მეორე არის ჭარხალი, მესამე არის დღეში 1 კავა. კავაში შედის კეფინი და პენიფელონს, მეგობრებო, რომელიც სტრესს აქვეტებენ, მაგრამ თუ მეორე, მესამე და 4 კავას ვამს, მაშინ ნიტრიკ ოქსაიდს კლავს კიდეც კავა, იცოდე. შემდეგი არის შილაჯიტ, მეგობრებო, შილაჯიტ იპოვება ინდოეთში, ნეპალში მთების, ანუ ჰიმალაის მთებში, ორი მთის შორს რაღაცა შავი, ანუ როცა მთა ტრიალებს, ეს ცოტა ეგეთი პროცესია, იქ ბევრი კალბი პროდუქტიც იყიდება. ნამდვილი შილაჯით უმატებს იგივე სიცხილში ნიტრიკ ოქსაიდი, რომელიც ირაქცისთვის მაგარია. 1000 წლიდან აიურვედაში იყენებდნენ ამ პრობლემისთვის შილაჯი. და ბოლო არის L-არჯინინი ყოველდღე 1 გრამი, ანუ 1000 მილიგრამი ყოველდღე შეგიძლია მიგება. თუ საჭმელიდან არ იგებს თქვენ, მაშინ შეგიძლია 1000 მილიგრამ ყოველდღე დალევა საჭმელის მერე, ან ყველაზე კარგი იქნება თუ უძმოზე დალევს. ნიტრიკ ოქსაიდი იქნება მომატებული, ირაქციის პრობლემა არ იქნება, ტესტოსტერონის დონეც წავა მაგლა და 10 ან 15 თუთი ყოველდღე ივარჯიშე, ნებისმიერი ვარჯიში. სტრესი დაბალი იქნება, კარგათაც დაიძინებს, ნიტრიკ ოქსაიდი მაგალი და ირაქციის პრობლემა პაპუ, კარგად და ზამთელად. არქი გამოწერა არ დაგავიწყდე და გაზიარება. გააზიარეთ მეგობრებში.